ხმაური და დაპირისპირება იყო გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხდომაზე. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს სესიაზე მივიდნენ, სადაც როგორც თავად ამბობენ, კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხების მიღებას სურდათ. მათი თქმით, კითხვების მთავარი ადრესატი საკრებულოს თავმჯდომარე იყო, რომელიც მათივე შეფასებით ანტიდასავლური განწყობებით გამოირჩევა. სამოქალაქო აქტივისტის სიტყვას საკრებულოს ხდომის ბოლოს დავით რაზმაძის გაღიზიანება მოყვა, რის გამოც მან დაცვის თანამშრომლებს აქტივისტების დარბაზიდან გაძევება დაავალა. იქამდე კი რაზმაძემ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსა და მათ მხარდამჭერებს ქვეყნის გამყიდველები და მოღალატეები უწოდა. გორის საკრებულოს თავმჯდომარემ ისინი რეგლამენტის დარღვევაშიც დაადანაშაულა და თქვა, რომ სიტყვით გამოსვლის უფლებას აქტივისტებს მისცემდა თუ ისინი მასთან შეათანხმებდნენ. სიტყვერი დაპირისპირება დარბაზში მალევე განიმუხტა. მოსულები ვიყავით იმისთვის, რომ დაგვესვა ლოგიკური კითხვები ამ ადამიანებისთვის, რომლებსაც ჩვენი ბიუჯეტიდან ვუხდით ფულს, რომ აკეთონ ქართული საქმე და აკეთონ ის საქმე, რომელიც ქალაქის და ქვეყნის მოსახლეობას გამოადგება. მაგრამ აი ამ გადახდილი თანხების მიუხედავად, მიცემული ხელფასების მიუხედავად, ვხედავთ საქმეს, რომელიც ემსახურება ანტი-სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ჩვენ დავინახეთ გორის თავმჯდომარის საკრებულოსი სამარცხვინო ქმედება. როდესაც ხდომა დასრულდა, მე მოვითხოვე სიტყვა და ამას მოყვა ის ალიაქოთი და ის უბედურება, რაც მერე მან დაიწყო. ჩვეულებრივად კონსტრუქციულად ვაპირებდი, რომ რამოდენიმე კითხვა დამესვა და რაზეც პასუხი მიმეღო. თვითმმართველობა არის ორგანო, სადაც შეგვიძლია, რომ მივიდეთ მოქალაქეები და კრიტიკული კითხვები დავსვათ. აპარატის უფროსმა დამსწრე საზოგადოებას განუმარტა, რომ თუ სიტყვით გამოსვლა უნდათ, ცდომის შემდგომ მათ უნდა აეღოთ ნებართვა ჩემგან და ამ ნებართვის შემდგომ შევეძლოთ მათ თავისი სიტყვაში გამოსვლა. ვინაიდან მათ არ აიღეს ჩემგან ნებართვა და ისე დაიწყეს საუბარი, მე რეგლამენტის დარღვევის გამო მოუწოდე დაცვას, რომ გაეყვანათ ის მოქალაქეს აქტო დარბაზით. კავშირი არის დღეს ფაქტიურად ევროკავშირი აღარ არსებობს. ეს არის რაღაცა გაერთიანება, რომელიც ძალიან მაგონებს უკვე ბოლო წლების საბჭოთა კავშირს და ის რეზოლუცია, რომელიც გუშინ იქნა მიღებული, აბსოლუტურად არ შეესაბამება არაფერს, მათ შორის ახლა კრიმინალი მიხეილ სააკაშვილის როცა ისინი განთავისუფლებას ითხოვენ და პოლიტპატიმრად ასაღებენ, ეს უკვე უდიდესი დარღვევაა.